საცობები თანამედროვე ქალაქების ყველაზე დიდი პრობლემაა. მჭიდრო დასახლებულ ქალაქში მცხოვრები ადამიანი წელიწადში დაახლოებით 150-დან 200 საათამდე საცობში ატარებს. არ ჩვენი დედაქალაქია გამონაკლისი. ჩვენ ხარჯავ დროს, ენერგიას და საწვავს იქ, სადაც შეგვეძლო წამებში მივსულიყავით. რა მოხდება თუ გეტყვით, რომ ალტერნატივა ყოველთვის ჩვენ თვალწინ იყო? ჩვენ კი მას უბრალოდ ვერ ვამჩნევთ. ამიტომ ჩვენ გადავწყვეტ ჩავატაროთ უნიკალური ექსპერიმენტი და შევეჯიბროთ მანქანით, ნავით და მოპედით 3.5 კილომეტრი გამოგვივიდა ორთაჭალის ჰესიდან ზარბრუკენის ხიდამდე ვინ პირველი გაძვება ხიდში ერთმანეთს შევეჯიბროთ და მანქანით სტუმარი გვეყოლება ჰიტა თავისი დოჯ ჩელენჯერით გამარჯობა. 6 და 4 არის, მაგრამ მე მგონი დიდად არაფერს არ გადაგიწყვიოს ეს, ხო? მე ძალიან მაინტერესებს შენი გავლილი მანძილი ტივით როგორ იქნება. მანქანა და მოპედი ასე თუ ისე წარმოდგენა მაქვს რომ ხედავ ქუჩაში და ტივის შედარება ძალიან გაასწორებს. ამიტომ იმედია ზანოსით არის. არა, მე არ ვსვავ, მე მგონი წეჭესა. A few moments later. აი, დაწვარდი, ოპა! ჩვენი რეალური კონკურენტი იქნება მაქსი სკუტერით, რობერტო მავანი თუ ლევან კვარაცხელია? ორივე. ორნი იქნებით მოპედზე? უკან მოვისვავ მავანის. ყველაზე დიდი კონკურენცია ხე ჩვენ შორის იქნება აქ რა, მაგრამ მაინტერესებს მართლა მოპედი. მაგრამ დადის? შენ ოღონდ წესები აძრავზე ხარ. მე ვარ 1000-ის ხენი ვარ, მაგრამ 20 მეტის ვერ მიდივარ. არა. ჩვენ მიდივარ დინების საწინააღმდეგოდ. და 20 კილომეტრი არის მაქსიმალური, რასაც ანვითარებ ჩვენი ტივი, ნავი, კატერი რაც შეიძლება დავარქვა. ესეთი რაც მოგეთხოვება, რომ წესები არ დაარღვიო. თუ ბასლაინი გეკუთვნის, იმათაც ბასლაინში. ბასლაინი თბილავიდე ქიმაში და ქარში აქციაზე. იცი როგორ ვიზავ, რომ წესების დარღვევის გარეშე მოხვევის მაჩვენებელს ჩავრთავ. კონდას გავხვევ. იმიტომ რომ მე შუქნიშნებიც ხომ მიწევს. არა, თუ გასწრებ, გაგასწრებ, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად გვინდა რომ გავიგოთ, რომელი უფრო ჩქარია. აი, რამდენიანი ასლაიდი ბევრი არ უწევს. ჩემი დიდი ძრავით არის 2 ცილინდრია და 650-ია. 650-იანი. C სპორტია, BMW. 650-იანი ტრეკზე გაზავობენ და. ხო, არა, კარგი სკუტერია. 180 შემილია განვავითარო. It was at this moment he knew. რატოღაც გონია რომ მაინც ჩვენ გვექნება უპირატესობა და ამისთვის გადავწყვიტეთ რომ ზედმეტი წინაღობა დავსვათ ნავზე. ბალკი გადმოდი შენი მანქანა არ არის. მიხდება რა წითელში. ბიჭო, ჩვენ ნავს რამდენი ცხენი ძალა აქვს? ცხენს არ მნიშვნელობა. 20 შეგვიძლია მაქსიმუმ წავიდეთ. თან დინების საწინააღმდეგოდ მივიდივარ და თან აი რომ ზურგის ქარი არ გვაქვს. ეგ არის. მოვა, გავასწრებთ, იმიტომ რომ აი ერთი სურვით რო წამოვიდეს, მეც კიდე სურვით წამოვა. აი მოპედს რამდენად გავასწრებთ არ ვიცი, მე მაგას უეჭველი ვარ. ეხლა არის პირველის ნახევარი, სადაც საცობების ნორმალურად არის. ამიტომ ჩემ მივარაუდით, პირველი მე მივალ, ამა თუ არ დაარღვია, თუ დაარღვია ეს მივა და დიდი ხანი მოგვიწევს რომ ჰიტას დაველოდოთ. რა, მიუხედავად იმისა, რომ პირველის ნახევარია და საცობები ასე თუ ისე გადასულია. გადასული დედის ხდებს. ხა ჩვენ გადავალთ ტექნიკით. აი, წავედი მე რა. დავიწყებ სტარტს ავიღებთ ესიდან. ის არ გითხრას რომ ლევანი ნერვიულობს ნავზე. წყლის შიში აქვს რა. ყარი არ მევასწრებ. ხო? ლევან, ნავები არის. წყლის შიში გაქვს, ხო? აი ნავი რო ხანავს არ მევასწრებ. გული გერე ვა. აი, თუ ლევანის გული ისინი წაიღეთ, პარკები წაიღეთ. სულით აქ ვერ წავა, თუ გინდა თბილისის ზღვაზე. პირდაპირ ტყვარში მიუშვი მე ლევან, შემიძლია არა რა ვქნა, იცი თბილისის ზღვაზე მამას დაუდგე ერთი წერტილიდან მეორე წერტილში მისვლამდე რა. მე სულით წავა. ხო. და შენ გზიცად. სურვით წახვალ? თბილისის ზღვას გადაცურავ? თბილისის ზღვა გადავწევ. ეხა არ დაიქცო. ამამიჩი არა ცოტა. ეხა დავაი, დადებულია. დავაი. სუნსანის ლავებია ბევრი. მაგრამ ეს მოპედით იყო, თუ რითი გაუჩა? ველოსიპედი. წყლის ველოსიპედი. არა, შენ ველოსიპედით იყო. დავაი ბაზარია. ხო ყავს ველოსიპედი. კი. всё. შენ ეგრე მაგრაც ურავ? მაგარია ეს ბიჭო, ეს სალტოს აკეთებს
მოიცა. დავადი. რატო ნაკლებს ცუდად? დავაი წავედით, всё. ავედით, აბა. წეს ძალიან ბევრი საინტერესო ვიდეო გვაქვს. სასიკვდილო რბოლა და სხვა დანარჩენებიც კიდევ უფრო საინტერესო ვიდეოები გელოდებათ. ეს ყველაფერი არ იქნებოდა, როარა ჩვენი არხის წარმოდგენის სპორტული საინფორმაციო პორტალი კროკოჯი, ასევე ჩვენი პარტნიორი ავტოიმპორტიორი, რომელიც დილერებს ეხმარება მანქანების ჩამოყვანაში კარგო პოლო და ჩვენი ახალი სპონსორი იტა, რომელშიც ასევე ელფი შედის, ელფს მაინც არ მოგაკლებთ. სხვა დანარჩენ ბრენდებს, რაც იტაში შედის, რასაც ჩვენ გამოვიყენებთ და თქვენს გირჩევთ, მაგას უკვე თანდათან ვიდეოში გაგაცნობთ, ასე რომ წავედით. დინარეს დაფუძნებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბევრ მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში საცობებისგან თავის დაღწევის საუკეთესო ალტერნატივაა. წყლის ტრანსპორტი მუნიციპალური სისტემის განუყოფელი ნაწილი. ისე დიდ ქალაქებში, როგორიც არის ლონდონი, სტამბული, ბანგკოკი, ნიუ-იორკი და სხვა მრავალი მეგაპოლისი. ეხლა კი ვნახოთ ფილოსოფიურ რეალობაში, რამდენად გაამართლებს წყლის ტრანსპორტი. აქედან ვიწყებთ, სადგილია. მზად ხართ სტარტისთვის? ჩვენ მზად ვართ, კამერები ჩართული. ჩავჯდებით ახლა, კი. მაშინ 1, 2 და 3 წავედით. შენ არის მოძრაო რა? გავიკეთოთ ღვედი და წავიდა. ბიჭები უკვე დაიძნენ. აუ, მაგარია ხაზე. პატარა რომ შევზანოსდე შეიძლება? ნანა, აი მრაციას აქ ჩავდე. ლევან, მოდი რა, აქ დამიჯექი რა. პასაჟირი. ამა ჩაფიქრულა. კვარა რა გაიცა? აბა ჰიტა გადავამოწმოთ. აი პატრულია, პატრულს ხო არ ვთქვათ ვაფშე ეგენი გააჩეროს. ეხლა ყველაზე ისეთი დრო შევარჩიეთ, რომ მანქანების მოძრაობა ტრაფიკი ძალიან დიდი არ ყოფილიყო, რომ რაღაცა შანსი ქონოდათ რა, მაგრამ სადღაც იქ რომ მივლენ აი სიონის ეკლესიასთან, იქ მაინც უსაცობია ხოლმე და გაიჭედებიან, ასე რომ ნავი უფრო სწრაფია. სკუტერი თუ ჩვენი დო ჩელენჯერი აბა ნახოთ. 3 ხო? მოდი რა ეს ჯეკვასი და რო არის ხო იცი? ხელი გადაგდებული, აი ნამდვილი ხელის გადასაგდები სად არის? ჰა? არა, სპიდომეტრი არ გვაქვს. ეჯერობით სასომი არ არის, რომ ხელი შევიშალოს. ჩვენი აზრი რაც არის, რომ წყლით სიარული ბევრად ჯობია, მაგას იმედია დავამტკიცებ. თუ არ დავამტკიცებ, მაშინ ქოპულა სხვანაირად დაამონტაჟებს რა. მოკლებზე ხო არ ვიარო, პარებრიკები ხო არ გამოვიყენო ეხლა. იდა დაждები საჭესთან? ჰა? რა საქმე? მოიცა? არის ეხლა რა. კაი, დაწყვეტე, ოპა! ოპერატორს შეგვიძლია. დიდ რო არა გვაქვს, ხო? ვიჩნო. აუ, სიგნალი. აკა კვასტა, ესა. ამას ვიტყვი. ახე, ეხა იმასთან რომ გავირი დაუსიგნალოთ. საკმაოდ ჩქარა მოვდივარ.
ალბათ 60-70-ით. ჯერჯერობით არ იყო არანაირი საწოლია. შუქნიშანი არ არის. ყვანეა. აია გაუჭირდება. ხორცილია, ხორცილი. ჩვენ ბოლოს მივალთ როგორც ჩანს, იმიტომ წინ ძალიან დიდი საწოლია. აი საწოლი ფიტას გაჭედავს მოჭე. ჰიტამ გაიარა თუ იცი? მოიცავე ერთ ჰიტასთან კონტაქტზე გავიდე. ეხლა არის პირველი საათი, პიკი საათი, ასე ვთქვათ, არ არის საწოლში, მაგრამ საწოლი მაინც არის წელი დღის განმავლობაში. როდის მივალთ არ ვიცი. მანამდე შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ. ჩემი არხი გამოიწერეთ. საინტერესო ვიდეოებს და ჩემი აზრით ვცდილობ ყოველ შემთხვევაში. ასევე კვარას არხი გამოიწერეთ. 100.000 გამომწერზე ახლახან წავიდე და მე საწოლში მოვხდი ბიჭებო ეხლა და რა ვიცი. ჰიტამ საწოლში ვარო. ესე იგი ჩვენზე წინ არის. რა ხდება? ჩვენ ეხა საჭმელად გავჩერდით რა და წამოვალ ცოტა ხანში. მიდი წინ. მიდი წინ. ეშინია ბიჭო. კაი დადექი, მოდი აქ დადექი. მაგდენძო გააქვთ? ფიტას დაერ. ესე გავძვებ მანქანებში. აი წესებს დავიცავ და ესე დავძვებ. მithქო. ასევე შალიკას არხი გამოიწერეთ. 100.000 გამომწერზე ჯერ არ არის და ეს ვერცხლის ჯილდო რაც ყველა იუთუბერისთვის სანატრელი, სანუკვარი და საოცნებოა. შალიკასაც გაუსწორდება, იმიტომ რომ ძალიან კარგ ვიდეოებს იღებს, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, რაც ცოტა იუთუბერული ხედვა განავითარეს და იუთუბერულად უდგებიან საქმეს. აი ეს გადაიღეს. აუ კომუნის დაადევს. I want you to draw me like one of your French girls. საგინაშვილი ყავს კიდე ჩვენი ხალხი ვიდეოში, რომელსაც მილიონი subscriber-ი ყავს YouTube-ზე. დევანის არხით გამოიწერეთ, იმიტომ რომ ზეგან საუბრობდით, რომ YouTube-ზე ვიდეოების აპირებს შემოვიდეს. დაიგეთ მაგარი იქნება. მაგრამ მე ამაშველება ამ საწოლში. ესე მანქანაში ზივარ დავატარებ და რაღაცებზე საუბრობ პოდკასტებით. კილომეტროა ეს პოდკასტი. ესე გამასწრე. მაგარია. სენი ავკეცეთ. ავედი, გავძვი. აი სინია, რა. ყურიდან რო უყურებ, თბილის ბევრად სხვანაირი ჩანს. მანქანასთან საჭესთან ხო ზიხარ და უცბად გვერდზე რო აღმოჩნდები, ვა რაღაც ახალ შენობებს ამჩნევ, ახალ მშენებლობებს და ყურიდან ვარ სხვანაირი თბილისი ჩანს. ერთხელ უნდა მოხვიდე და აი ამ ხალხთან ერთად უნდა გაისეირო რა. ეს ნელი ზონაა? ეს ნელი ზონა. ხო, აქ
აქ მოძრაობაა ძირითადად აქ ჩერდებიან ხოლმე და აქ ნელა გავივი. მე დამაგვიანდება როგორც ჩანს ძალიან დიდი დრო. შეიძლება ისინი მივიდნენ კიდევაც. ეხლა მე მოძრაობ დაახლოებით 5 კმ/სთ სიჩქარით. რაც არც თუ ისე ბევრია. ახლა გავჩერდი საერთოდ. ითი გავერთო. სიგიოსაც ვერ ჩავთავ ახლა, თორემ მე YouTube-ზე არ შეიძლება. დამცინია მივეხედავ. თქვენ აშვებით ხომ არ მიხედით? ეხლა სიტუაცია ეგეთია, რომ ჰიტა უკვე საცობში გაიჭედა, მიუხედავად რომ სტარტი კაი ქონდა. სადაც საცობი უნდა ყოფილიყო, არ შეხვდა ეგ საცობი, მაგრამ აქ როგორც თქვი, სიონთან მოვიდა თუ არა, ეგრევე გაიჭედა. ჩვენ ვაგრძელებთ, არ ჩერდებით, აგერ მანქანები დგანან. ერთადერთი მავანი არ ვიცით, იმიტომ რომ მავას რაცია არა აქვს რახან მოპედზე ზის, მაგრამ მგონია რომ მავანი რაღაცებს ესე გაძრებოდა, გამოძრებოდა. როგორ მიაჯირო ასეთ საცობში? კიდე 6 და 4 იყოს და კიდე 16 და 4. მაინც ნელა უნდა იყო. 4-ით. კონდას გავყვები. კარგია. იმასაც იწყებს. გაუძვეთ კამასში. არა, ნავიდი. ნუ მანქანა საჯობებს. საცობი თითქმის არ არის, ანუ ყველაზე განტვირთული მოძრაობა, ეხა აქ ჩვენ წამოსულიყავით 6 საათზე. 6 საათზე შეიძლება მოპედისთვისაც მიგვესწრო. წითელი დამიმტყვა. არ დავარღო კარი. მე წითელზე გავშევდები. აი, ფორტუალე. რაც არის დაშვებული, იმით მივდივარ. 70. всё, მე მგონი მოვიდე. აი ჩვენი ფინიში. ეხლა გავძრევით, მაგრამ როგორც ვიცით, მავანი უკვე დააფინიშა. Dragi de tam. Ha? Dragi yo. Neyse yapayımda. Çağız kalacağım var. Çağız kalacağım. Allo. სადახარ? მე ვარ ახლა იუსტიციასთან. იუსტიციასთან ხარ? ხო. მე შალხიძე ზევიდან ავედი და აქედან უყურებდი. მიხვედი უკვე?
ეკი, კაი ხანი. ჰიტა მგონია რომ კაი ხანი არ მოვა რა. ამიტომ იყო ჩვენი ამ ვიდეოს აზრი ის რომ მაქსიმუმ 10 წუთი დაგჭირდა რომ ორთაჭალის ჰესიდან მოსულიყავით მშრალ ხიდზე. ეგ საცობში წარმოუდგენელია დაახლოებით საათი-საათნახევარი შეიძლება მოგინდეს აქედან იქ მისვლამდე და აქ პატარა ეს გაჩერებები რო იყოს აი მავანი მავანი გადახართ, ამდენ ხარ. ჩამოვხტე? გადმოხდი დავაი, მოდი. კარგად მოხდა. ერთი ფოტო რა. ესეც მოვიდა. აი იქ გავჩერდეთ ხო იცი თან რო შემოხვა სამრეცხაოსთან მარჯვენა მხარეს მან დაკედა რომ ჩახვალ ეგრევე შემოდი და იქ მოვყედებით ჩვენ აი ჩვენი ფინიშიც მე მგონი დაახლოებით 1 წუთით მოგვასწრო რა მავანმა რა მაგრამ თუ მოპედს ეხავ ყველა მოპედით ვერ ივლის კობლე ხა ისე კენ ისე დაამონტაჟე რომ ვითომ ჩვენ მოვასწრეთ მავალი თვითონ ბოლო მოვიდა ოპა აჰა აი იტაც მოვიდა ვინ მოიგო ბიჭო მავალი მოიგო მაგრამ ვიდეოსთვის გვინდა რომ ჩვენ მოვიგეთ მორჩა ჩვენი ბოლა გამარჯვებული ყოს მავანი მეორე ადგილზე მე და ჰალკი გავედით და რაოდენად სამწუხარო უნდა იყოს ვიცოდით წინასწარ რომ ჰიტა უკვე განწირული იყო უბრალოდ გაინტერესდა დრო რამდენად სწრაფები ვიქნებოდი რამდენად ჩამორჩია ბა მაგას ვიდეოში ვნახავთ იმიტომ რომ ჩვენ ისეთ ადგილას გაგასწარი და მე იმენი ხანი იდექი კიდე სასოფშიო წესით ბევრი გაგასწარი მაგრამ მეც გამასწარი შენ არა შენ პირველზე გახვედი ამასაც გავასწარი და მე გადაგვაქვს ხო შენს გაგასწარი მაგრამ თან შემხვდა ის სადღაც 1 წუთით მიგვასწარი მოვიდა შენ როგორი არის გზაში დააღვი რაღაცები არა არ დამიღვევი ყველაფერი კადრე მოგების კონდას გავყვები პატრულმა გამაჩერდა პატრული შემო ამან მე მგონი მოგების ყველაფერი კადრა და მაგას კადრებში ვნახავთ ერთი როგორ არის მე კომენტარებში დაუწერეთ თუ რამე ეხა მანქანასავით რომ მდგარიყავი მაშინ მოიგებდით ეგრე ჰიტაც ხომ არა ხო როგორც მოძრავ ისე რა ზოგი ეხა რა ისე დადის მოპედი ქალაქში გიჟივით რო არა ეგრეც არა აი ბასლაინითაც არ მისარგებლია მეც დიდად საცობში არ მოხდი რა ცოტათი მოხდი აი სხვა საათებში უფრო დიდ საცობში მოხდებოდი და უფრო დავიგვიანებ მე მგონი რომ უფრო დიდ მანძილზე ჯობია რა ეგ დრო სპეციალურად შევარჩიეთ იმიტომ რომ მანქანას რაღაცა აზრი მიცემოთ რომ ეხა 6 საათზე რო გამოსულიყავით ან დილის 9-ზე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ მოვიგებთ თან მაგრა მიუხედავად იმისა რომ წავაგეთ ჩვენ წაგება არ გვიყვას ამისთვის ახალი ტრანსპორტი ყავს აქ შემდეგი ვიდეო იქნება რომ კატერი დაუდგებით რამე სუპერკარს და მე ვნახოთ ვინ მოიგებს მაგრამ იმ სუპერკართან მავანიც იქ იქნება რომ შური ვიძიოთ მავანზე რა მოდი face off მოდი მაინც გაგას ახი გამოიწერეთ ჩემი მავანის ჰიტასი ყველას ახი გამოიწერეთ ყველანი აქ ლევას საჭიროა მილიონი არა ლევანის ახის გამოიწერეთ წავედით მე რო საჭირთან დავიზე შეიძლება დღეს არა ფერარისთან ვინმეს სუპერკარს დაუდგები ხო აი წყალზე შენზე იყოს ხმელეზე ჩემზე რა წავედით ვაბრუები მონებ ნაშებს ყველგან ჩემი კილოჭრის ჩემი ქალის ნახოთზე ათი მომინდა ვკერავ ბიც ქალებს ეძება გაბა მამა ვებიქნები არასოდეს დარხეული აქ ფერარს დარხეული რა ზანოსობა თუ გინდა აი ამკასთან მოდით აქ მოდი და ჩვენზე მაგრა იცი სასიკვდილო რბოლა პოკატერი სასიკვდილო რბოლა რასაც ყველანი ველოდებით რბოლა სადაც 10 იუთუბერი შეიჯიბრება ერთმანეთს ასევე ერთი გამომწერი რა ვიდეოში გეტყვით რომ იქნება 20 ივნისს ამის შემდეგ რა თქმა უნდა დაიდება რასაც შეკვირდით
მეოთხე ეპიზოდი, მესამე სტუმარი, საინტერესო სტუმარი, ყველა დაელოდეთ. თარიღს კიდე შეგახსენებთ, რომ გადაწყდა საბოლოოდ, რომ 20 ივნის რუსთავში ავტოდრომზე გვექნება სასიკვდილო რბოლა, სადაც მთელი საქართველო უნდა შევიკრიბოთ და ერთად გავერთოთ. არხი გამოიწერეთ და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Flex mama. Yes, 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 yes.